მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა საზოგადოებას მხარდაჭერას თხოვს. ეკა კუპატაძე დღეს საპროტესტო აქციას აანონსებს ოცნების გენერალურ პროკურატურასთან. 26 წლის მასწავლებლის დედა სათანადო გამოძიებას და ყველა მონაწილის დასჯას ითხოვს. გიგა ავალიანი 25 ოქტომბერს საავადმყოფოში თავში მიყენებული მძიმე დაზიანებებით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს. მარიკა ბოლქვაძე შემოგვიერთდება საქმის დეტალებით და მოკლული ახალგაზრდის დედის მოთხოვნების შესახებ. დიახ, სოფო, თავდაპირველად გეტყვით იმას, რომ მას შემდეგ, რაც გუშინ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებმა დღეს 4 საათზე პროკურატურასთან აქცია დაანონსეს, გახდა ცნობილი, რომ კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე. სულ რამდენიმე წუთის წინ გავიგეთ, რომ მოკლულის ოჯახის წევრები ამჯერად ქალაქის მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. ისინი ამ წუთას პროკურორთან გამოკითხვაზე იმყოფებიან. უცნობია რა გახდა გიგა ავალიანის ოჯახის წევრების პროკურატურაში დაბარების მიზეზი და გამოიკვეთება თუ არა ახალი გარემოებები საქმეში, რაც ოჯახის წევრებისთვის ახლა გაცხადდება. ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციას მას შემდეგ გავიგებთ, რაც გიგა ავალიანის ოჯახის წევრები დატოვებენ ქალაქის მთავარ პროკურატურას, თუმცა მათი დღევანდელი აქცია ამით არ უქმდება. გიგა ავალიანის დედა ამბობს, რომ 4 საათზე კვლავ აპირებს პროკურატურასთან მისვლას და იქ საპროტესტო აქციის გამართვას იმ მოთხოვნებით, რომ ჯეროვნად გამოიძიონ მისი შვილის მკვლელობის საქმე და დაისაჯოს ყველა ადამიანი, რომელიც როგორც მკვლელობაში, აგრეთვე მკვლელობის დაგეგმვის პროცესში იღებდა მონაწილეობას. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ მოისმინოთ გიგა ავალიანის დედის კომენტარი. რაც უნდა მითხეს პროკურატურა, მე უკან არ ვიხევ. მე მაინც ვატარებ აქციას, იმიტომ რომ პროკურატურას ეშინია ხმაურის. ვიყვირე პირველად, როცა გიგა მომიკვდა და მივიღე კიდე საყვედური, შენ დამაჭერინეო რიკაძე, თორე ჯერ ვინახავდი მაგ საქმეს, ნუ იმას არ ამბობდა, რომ არ იჭერდა, მაგრამ მანამდე ვიცოდი, რომ ინახავდნენ, როგორც ოქროს მოწმეს და ხელს არ კიდებდნენ. მეორედ ვიყვირე პროკურატურის წინ და იმ დღეს, როცა უკვე ბრალი წაყენებული იყო, მას შემდეგ გადასცეს ექსპერტიზას სურათი, სადაც დაზიანება ჩანდა გიგასი. მესამე ნაბიჯი ჩემი ხმაურისა დავაანონსე აქცია და მაშინ სახელდახელოდ სწრაფად სახლში მივიდნენ და ისე დაიჭირეს. მე ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, ვიბრძოლებ სიკვდილამდე, დასეილოდ რომ ვერ მომკლავენ, ეს ფაქტია. გიგა ავალიანმა მე დამიტოვა იმუნიტეტი, ვიბრძოლებ მანამ სანამ ყველა დამნაშავე პროკურორის ჩათვლით საბრალდებო სკამზე არ დაჯდება. დღეს 3 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების პროცესია ჩანიშნული. პროცესი დახურულ ფორმატში გაიმართება. უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე და გამოიკვეთება თუ არა საქმეში კიდევ ახალი ბრალდებულების არსებობა. თუმცა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მკვლელობაში და მკვლელობის დაგეგმვაში იღებდნენ მონაწილეობას, დანაშაულში ფიგურირებენ აგრეთვე მაღალჩინოსნების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობდნენ მტკიცებების საქმეში გაქრობას და აგრეთვე სავარაუდო ბრალდებულებისთვის ხელის დაფარებას. ოჯახი ამბობს, რომ ყველა სასამართლო ინსტანციას გამოიყენებს საქართველოში საქმის ჯეროვნად გამოსაძიებლად. იმ შემთხვევაში, თუ აქ სამართალს ვერ მიაღწევენ, ისინი საქმეს სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებენ.